ორი დღის წინ 2014 წლის 14 სექტემბერს მოხდა პრაქტიკულად ჩემი წამოსვლა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის რიგებიდან. როგორც ეს ინფორმაცია გაჟღერდა მასმედიის საშუალებებით, დაახლოებით საათნახევარში შემოვიდა პირველი მუქარის ზარი. ეს ჟურნალისტებისთვის აქამდე არ მithქვამს. მე საქმის კურსში ჩავაყენე სამართალდამცავი ორგანოები. ზარის ავტორი ჩემთვის არის უცნობი, მაგრამ მობილურის ნომერი არის ცნობილი. შედგა შესაბამისი ოქმი და მე მგონი რომ მიმდინარეობს მოძიება, მოკვლევა ამ საქმისთან დაკავშირებით. გუშინ კავკასიის პირდაპირ ეთერში საუბრის შემდეგ, სადღაც 9 საათზე დაიწყო გადაცემა და დამთავრდა მე მგონი 10 საათზე. 11 წუთებზე, ალბათ 11:05, 7:10 იქნებოდა. კიდევ შემოვიდა მობილურიდან ზარი, უკვე ესპანურით. ნომერი უცნობი არ არის, ჩემთვის არის უცნობი. და ადამიანს სურდა საუბრის წამოწყება ძალიან უხეში, რაღაც ჟარგონულად რო ვიხმაროთ, რაღაც ქუჩური ტემპში. მე ტელეფონის ნომერი გავთიშე და მინდა ეს ინფორმაცია ვაცნო უპირველესად ყოვლისა ჩემს უშუალო ხელმძღვანელს, ბატონ დავით უსუფაშვილს, საქართველოს პარლამენტის წევრს, ანუ საქმის კურსში ჩავაყენო ამასთან დაკავშირებით და მინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ალექსანდრე ჭიკაიძეს, რომ უზრუნველყოს ჩემი როგორც მოქალაქის, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრისა და ვიცე-სპიკერის უსაფრთხოება. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ამდაგვარი ზარები ან რაიმე ქმედება განხორციელდება, მაშინ მე ჩავთვლი, რომ ეს არის ყველაფერი ორგანიზებული ხელისუფლების მიერ. ახლა გუშინ ეს რაც მთავარი იყო, არის გაკეთებაც ის განცხადების გაკეთებაც მინდოდა. უბრალოდ საქმის კურსში მინდა ჩავაყენოთ, იმდენად დაიძაბა ურთიერთობა აჭარის უმაღლეს საბჭოსა და მთავრობასა და ასე ვთქვათ ცენტრალურ ხელისუფლებას შორის, რომ მინდა აქვე მივმართო საქართველოს პირველ პოლიტიკურ პირს, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს, საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს, რომ გამოგვინახოს დრო და შეხვდეს უმაღლეს საბჭოს ქართული ოცნების წევრებსა და პირადად მე საქართველოს პარლამენტის წევრს მისთვის სასურველ დროს. ახლა გუშინ უმრავლესობის ხტომა შეიკრიბა. შეკრების მიზანი იყო საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან გადაყენების გზების მოძიება. უნდა გითხრათ, რომ საქართველოს დღევანდელი კანონმდებლობა არ ცნობს პროცედურას საქართველოს პარლამენტის მიერ ვიცე-სპიკერის გადაყენებისას გარდა ორი შემთხვევისა. პირველი შემთხვევა ეს არის, თუ თავად საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი დაწერს განცხადებას და გადადგება აღნიშნული თანამდებობიდან. მეორე, თუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართავს საქართველოს პარლამენტში მოხვედრილი მაჟორიტარ წევრთა უმრავლესობის ის ნაწილი, რომლებიც წარმოდგენილი არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან. ახლა გუშინ გაჟღერდა მასმედიის საშუალებით, უკვე რამდენიმე ჟურნალისტი ალბათ ხელისუფლებას ყავს, ასე ვთქვათ, ჭრილებში, ასე ვთქვათ, ძალიან მიახლოებული და მე მაქვს ინფორმაცია უმრავლესობის ხმაზე რაც ხდება, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ჩემი სახელი დააკავშირონ და ჩემი ქმედება დააკავშირონ ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, საქართველოს პრემიერმა ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩემთანაც საუბარში ეს დაადასტურა და განაცხადა 14 სექტემბერს, გუშინ უმრავლესობის ხმაზე განაცხადა, რომ მე ვეწევი დესტრუქციულ საქმიანობას, შესული ვარ კავშირში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან და აგრეთვე ამ საქმეს აბამს ჩემი ძმის ბიზნეს საქმიანობას. ის ადასტურებს და ამბობს, რომ თითქოს მას აქვს მასალები უშიშროებიდან მოწოდებული, რომ მისი ძმა მურმან დულაძის ძმა არის კავშირში ლევან ვარშალიმიძესთან, რეგულარულად ხდება თურქეთში და უფრო მეტი ჩვენ გვაქვს დეტალური ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებიდან, რომ ის არის ბიზნეს პარტნიორი და ბიზნეს მეწილე ლევან ვარშალიმიძესთან. უსუსური განცხადებებია, ყურით მოთრეული ჭორი და ჩემი დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ სწორედ უსაფრთხოების სამსახურებში, სწორედ იმ სამსახურებში, ვისაც ევალება, რომ უფრო ზუსტი და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს ხელისუფლებას და განსაკუთრებით საქართველოს პრემიერს, არიან ის ადამიანები,
რომლებიც მარბიელობდნენ 2012 წლის 1 ოქტომბერამდე. მე შემიძლია ერთი გვარი დაგესახელოთ. როცა ბატონი ბიძინა იმანიშვილი 2012 წლის 4 აგვისტოს ჩამოგზავნდა ბეშუმში, გახსოვთ ბეშუმის ცნობილი მოვლენები, დარბევის პერიოდი. ამ დარბევას ხელმძღვანელობდა ხულოს უშიშროების სამსახურის უფროსი ვინმე მინდია ყურშუბაძე. ეხლა ეს კაცი არის არა მარტო ხულოს უშიშროების სამსახურის უფროსი, ამ მთავრობამ დაუფასა მარბიელობის კარგი ორგანიზება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ის არის ზემოაჭარის გაერთიანებული 3 რაიონის უშიშროების სამსახურის უფროსი. ეს გახლავთ ქედის რაიონი, შუახევის რაიონი და ხულოს რაიონი. ეხლა ერთი ინფორმაციაც მინდა მოგაწოდოთ. უსუსურია ბატონო პრემიერო, თქვენი ეს განცხადება, რომ ნუგზარ დუმბაძე მიბულია ბიზნეს პარტნიორობით ვარშავომიძესთან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თქვენ არ გაქვთ ინფორმაცია. ბოლო წლის განმავლობაში ნუგზარ დუმბაძე ეწევა ბიზნეს საქმიანობას და არც თუ ისე ურიგოს. ველა ხელისუფლებისგან პრაქტიკულად ეს კაცი იყო შევიწროებული და ამ ხელისუფლებიდანაც გრძელდება ეს ამბავი, მაგრამ უნდა გითხრათ ერთი ახალი სიახლე, რომ მისი მუდმივი ამ ბოლო წლის განმავლობაში მუდმივი პარტნიორი და ბიზნეს მეწილე ამ საქმეში გახლავთ მერაბ სირაბიძე, რომელიც არის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის სიმამრი. თუ ნუგზარ დუმბაძე ბიზნეს პარტნიორია ვარშავომიძის, მაშინ ავტომატურად გამოდის ბატონო პრემიერე, რომ მაშინ ხაბაძის სიმამრიც ყოფილა ბიზნეს პარტნიორი ვარშავომიძის. მე მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას გამოაქვეყნოს ნებისმიერი მასალა, ეს იქნება აუდიო მასალა, ეს იქნება ვიდეო მასალა, ეს იქნება ფოტო მასალა, ეს იქნება ემეილის კავშირი, ეს იქნება სამობილურო კავშირი, გამოაქვეყნოს, დადოს და აჩვენოს მოსახლეობას. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს და ტყუილი ჭორებით, შავი პიარით ხელისუფლება ვერ გამაგდება. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ მივხვდოთ საქართველოს მოსახლეობას, ვებრძოლოთ უმუშევრობას და ვიბრძოლოთ საგარეო ფლანგზე იმისათვის, რომ ქვეყანა იყოს წარმატებული. დიდი მადლობა. დიახ. ვერ იქნება. არ არსებობს საქართველოს კანონმდებლობა ასეთ რამეს არ ითვალისწინებს. ეს არის დავალება პრემიერისგან და შესაძლებელია მეორე პრემიერისგან. ორი პრემიერი ყავს უბრალოდ. და ეს არის შემსრულებლის საგანელიძის პროექტი, რომელიც არის განუხორციელებელი. როგორც კი ამ ადგილს მიადგებიან, საქართველოში არსებობს კიდევ ერთი დამატებითი ხელისუფლება, რომელსაც ჰქვია კონსტიტუციური სასამართლო და იმ წუთში მიმართავთ კონსტიტუციურ სასამართლოს. საქართველოს კონსტიტუცია ადგენს კვოტას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე. ეს არის წარმომადგენლობა აჭარის რაიონებიდან გამარჯვებული მაჟორიტარების უმრავლესობიდან, გაკეთებული განცხადება, ვინ უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ან ვიცე-სპიკერი. დღევანდელი კანონმდებლობით შეუძლებელია გადაყენება ამ პოსტიდან. ერთადერთი საშუალება კვლავ ვიმეორებ არის სწორედ ეს 4 ადამიანი, რომლის მოძებნა გაუჭირდათ, ამუშავებენ, ზეწოლას ახდენენ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ დღევანდელ პარლამენტში, საქართველოს დღევანდელ პარლამენტში, არ ვიცი რა მოხდება მერე, მოღალატე აჭარას ვერ იშოვიან, ძალიან როცადონ და 4 წევრის შოვნა პოვნა უკაცრავად, 4 წევრის პოვნა პრაქტიკულად არის შეუძლებელი. მეორე ვარიანტი არის, ეცადონ ჩემთან შეთანხმებას, რომ მე დავწერო განცხადება. მე განცხადებას არ დავწერ ერთი მარტივი მიზეზის გამო. არავითარი ვალი, ერთ თეთრიანი ვალი ქართული ოცნების მიმართ არ აქვს. მე მაჟორიტარი წევრი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქალაქ ბათუმში გავხდი არა ვინმეს დასახელებით, არა ვინმეს ჩამოწოდებით, არამედ გავხდი სოციოლოგიური კვლევის შედეგად. ანუ ბათუმელმა დამასახელა მე მაჟორიტარ დეპუტატად 2012 წლის 1 ოქტომბრამდე. მოგესალმებით, ბათუმი არის პოლიტიკური ცენტრი ერთ-ერთი, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ქალაქია, ამბიციები ძალიან დიდი იყო. ეს გასაგებია ყველასთვის შეუჭის, ბუნებრივი პროცესია, პოლიტიკურ პარტიებს, აქტიურ საზოგადოების ნაწილს სურდა რომ ყოფილიყო ამ 2012 წლის 1 ოქტომბრის ერთ-ერთი შემოქმედი და ეს არის ჩვეულებრივი, ბუნებრივი, ასე ვთქვათ, მისწრაფება ადამიანის საპოლიტიკოსისა, ჩატარდა სოციოლოგიური კვლევა და ჩვენ მოვიგეთ. უნდა გითხრათ, რომ მაჟორიტარული სიით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, პირველად ვამბობ თქვენთან. მაჟორიტარული სიით არც კი მომიკითხავს, სად იქნებოდა სიის რიგითი რომელი. მე ვიყავი სადღაც შორეული ასეულის უკან.
თუ არ ვცდები. ანუ არავით არის გასვლის შანსი პარტიული სიით ქართულ ოცნებას ჩემთვის არ მოუწია. იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატები ვერ გაიმარჯვებდნენ მოცემულ მაჟორიტარულ ოლქებში, აი რომელიც გაიმარჯვეს მაშინ რომელმაც გაიმარჯვეს 2012 წლის 1 ოქტომბერს, ნიშნავდა რომ ქართული ოცნება არ აპირებდა აჭარიდან უმრავლესობაში, ან წაგების შემთხვევაში უმცირესობაში ყოლოდა დეპუტატი საქართველოს პარლამენტში. წარმოგიდგენიათ, რეგიონი იყო პრაქტიკულად იგნორირებული. ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ხელისუფლებას შიგნით 2 წლის განმავლობაში უპირისპირდებოდით. დიახ. დიახ. არა ვითარ არა. აი უნდა გითხრა დავაზუსტოთ. არა, ნომრებს არ გავასაჭიროებ, ვიდრე სამართალდამცავ ორგანოებს გადავიცი. არა, ახლა მუხარი შინარს ნუგავარ, ეს არის. მე არ ვიცი რა. არა, ეს. დაახლებით, ეხლა ხო. არა, მე ეხლა არ ვაგრძელებ საუბარს, საუბარს ვერ ვაგრძელებ. თქვენთან კი ვაგრძელებ, უკაცრავად. იმათთან არ ვაგრძელებ საუბარს. აი ის რაც ზანა დიახ. ნუ შეურაცხყოფის მოყენება ცოტა ჟარგონული ტონით რა. ეხლა რა შეიძლება შეხვედრების დეტალები. გეთახოთ. ხდება. არა. პრეზიდენტი თამაშკარი მდგომარეობაშია საქართველოს მთავრობის მხრიდან და ზოგიერთი წევრის მხრიდან, ყველასგან არა. საქართველოს პრეზიდენტი არის პირველი პოლიტიკური პირი საქართველოში. ის არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს კონსტიტუციით არის მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, ამ მთავრობის მეთაური, მეტი არაფერი. ასე რომ ჩვენ ვითხოვთ პრეზიდენტთან შეხვედრას, მაგრამ უნდა დავაზუსტოთ რახან ზაქარია ქრისაშვილი ახსენებს. თვალიდან იწყება სესიები, მე სესიებზე აუცილებლად უნდა ვიყო და აქვე ახლა დეტალები არ არის აუცილებელი რომ გავარკვით, მაგრამ ეს შეხვედრა უნდა მოხდეს პარასკევის შემდეგ, იმიტომ რომ მე სესია არ გამეცემია მოიწეს განმავლობაში. ოთხშაბათი პარასკევის ჩათვლით ჩვენ სასესიო მუშაობა გვაქვს ქალაქ ქუთაისში. პარასკევის შემდეგ მისთვის სასურველი ნებისმიერ დროს ჩვენ მზად ვართ, პირადად მე მზად ვარ და ქართული ოცნების ფრაქცია უმაღლეს საბჭოდან მის ჩარევამ საქმეში არის გადაუდებლად აუცილებელი და ვალდებულება ამისი როგორც ქვეყნის მთავარი არბიტრისა ამ საქმეში ჩარევის. დიახ. არა, მე ამაზე არ ვფიქრობ. მე ვიცი რომ მე ვარ საქართველოს მოქალაქე, მე ვარ თავისუფალი უმრავლესობის ვალდებულებებისაგან, მე ვარ თავისუფალი ქართული ოცნების ვალდებულებებისაგან, მე ვაგრძელებ საქართველოს პარლამენტის წევრობას და ვაგრძელებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე ჩემს მუშაობას საქართველოს პარლამენტში. მე ვფიქრობ რომ 2016 წლისთვის შესაძლებელია მანამდეც მე ჩემი ენერგია უნდა ჩავდო იმისათვის რომ 2016 წელს, როცა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და ახალი ხელისუფლება დაკავდება, შეიძლება მანამდეც კონსტიტუციურ ფარგლებში ვფიქრობ, რომ უფრო უკეთესი ხელისუფლება მივიღოთ. ეს არის ჩემი ამოცანა. იმიტომ რომ მე პოლიტიკური გამოცდილება მაქვს 25 წლის განმავლობაში და ყოფილა შემთხვევები, როცა ვადამდელი არჩევნები ჩატარებულა. დიახ. არა. ეხლა დანარჩენი თქვენ თვითონ უნდა იანგაში. არა. ბიძინა ივანიშვილმა მე მიმიღო ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მიმიღო მესკუნჩი, მაგრამ დასახელება კანდიდატისა არ მომხდარა ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიერ. დასახელება გააკეთა ქალაქ ბათუმმა 180,000 მცხოვრებელმა სოციოლოგიური კვლევებში. არა. დიახ. არა, სამართალდამცავ ორგანოებს რომ ჩაერიონ, დამკითხონ, ოქმი გააფორმონ და დაიწყონ მოკლების პროცედურები. როგორც წესი არის ამ შემთხვევაში. დიახ, უკარაზე, დიახ. არა, ესე იგი, პირველი ზარის შემთხვევაში, მე გამომჩა ესა, პირველი ზარის შემთხვევაში ასეთი ოქმი გაფორმდა, შევხვდით და მოკლება არის დაწყებული. ეხლა მეორე ზარის შემთხვევაშიც მინდა რომ ჩაერიონ და ჩაერევინონ. მოკლება მიდის, ეს უკვე ჩემი საქმე არ არის. ქვეყანა პოლიტიკაში არაფერი არ არის გამორიცხული, მე ახლა ამ საკითხებზე არ ვფიქრობ. მე ვფიქრობ იმაზე, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოსა და მთავრობას შორის
ის პროცედურა, რომელიც არის დაწყებული, დასრულდეს კონსტიტუციური წესით. ეს არის ამიცან. მადლობა დიდი. არა. არა, არ მქონია საუბარი, მე გაძლევთ აბსოლუტურ გარანტიას. მე 6-დან 4 კაცის მოძებნა საქართველოს უმრავლესობას გაუჭირდება და გაუჭირდება ნებისმიერს, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან ღირსეული ადამიანები, ეს არიან კარგი ოჯახის შვილები, ეს არიან გაბედული ადამიანები, გაბედული პოლიტიკოსები, ასე რომ გადაწყვეტილებას ასე იოლად არ ეცვლიან. 2 წლის წინ მათ დამიჭირეს მე მხარი. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალებას ვასრულებ კარგად, განსაკუთრებით აჭარის ნაწილში, იმიტომ რომ მე მევალება სწორედ ასე ვთქვათ, კონტროლი აჭარის მთავრობაზე, ინფორმაციის მოძიება და ასე შემდეგ, ანუ აჭარის კოდით ვარ წარმოდგენი, ამ საფასუხისმგებლო საქმეს მე ვაკეთებ სახელმწიფოებრივი მიდგომით და მე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება არ იქნება შეცვლილი. ამ შემთხვევაში ეტყვის, რომ არ გეთანხმებით ეს გადაწყვეტილება. შეუძლებელია რაც უცოდო არიან რა. შეუძლებელია. იმიტომ არის შეუძლებელი, რომ არის შეუძლებელი. თქვენ გჯერავთ, რომ დღეს დაღამდება? ჯერავთ? ნამდვილად დაღამდება? რა თქმა უნდა, მეც ისე მჯერავს, რომ შეუძლებელია 4 კაცის მოძებნა. ექვსი დეპუტატი და 6-ის ნახევარზე მეტი ჭირდება ხელმოწერას, რომ გამოიწვიონ. 4 მინიმუმ 4 კაცი. არ ყოფნის 1, არ ყოფნის 2, არ ყოფნის 3, ყოფნის 4. 4-ის მოძებნა არის შეუძლებელი. მხოლოდ 4 საათს კარგდება. ომარ მეგელზე არის ნაცრუნი. გადასულები? კოცები და დუბლაძე აღარ არის უკოცოა.